აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ რუქის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა დაასრულა. რუქაზე დატანილია 150 არქიტექტურული ნაგებობა, მითითებულია მათი კოორდინატები და ამჟამინდელი მდგომარეობა. რუკის შექმნის მიზანი არის პირველი ის, რომ თემის აქტუალობა გაიზარდოს, მეორე რომ აუცილებლად ინფორმაციულობის გაზრდა თემის საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებში, მესამე ეს ამ რუკას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დატვირთვაზე, იმიტომ რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს ზოგადად საგანმანათლებლო სკოლებში. ეს არის თვალსაჩინოება, რომელიც მარტივად იძლევა ინფორმაციას თუ რა რიცხოვნობის, რა რაოდენობის ისტორიული არქიტექტურული ძეგლებია მოქცეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უნდა აღვნიშნო, რომ ფართო საზოგადოებას ნაკლებად აქვს ინფორმაცია, ძირითადად არის ძირითად ტაძრებზე და მსხვილ ტაძრებზე ინფორმაცია გაბნეული, თუმცა როდესაც უკვე ჩავეძიებით თემას და ჩაეძიებენ და ნახავენ და დაათვალიერებენ ამ რუკას, თითოეული ალბათ მოქალაქე ჩაფიქრდება და ნახავს და მარტივად წარმოიდგენს თუ რა სიმდიდრეზე და რა საგანძურზეა საუბარი. როცა ჩვენი დელეგაცია თქვათ მიდის საზღვარგარეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ძეგლები, როგორ მდგომარეობაშია, აი ეს რუკათან უნდა ახდეს ამ ადამიანებს, რომ წარუდგინოს იქ ყოფ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება ეს და ესმის ეს საქმე. ამდენი ძეგლები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა იცოდეს საქართველოსაც და საქართველოს ფარგლებსგარეთ ყოფნა ადამიანებს. აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუქის საბოლოო სახის შემუშავებამდე კი გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებსაც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ და არქიტექტურული ნაგებობების შესახებ ფლობენ ინფორმაციას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისტორიკოსები, ხელოვნებამცოდნეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. გამომსვლელებმა აფხაზეთის ტაძრების რუქის შექმნას უპრეცედენტო უწოდეს. ამასთან იყო შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც, რომელთა გათვალისწინება შეხვედრის მონაწილეების აზრით აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების რუკას უფრო სრულყოფილს გახდის. ასეთი კომპაქტური რუკა აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლების არ შექმნილა. და ახლა ეს მარტო ეკლესია მონასტრები არ არის, არამედ ასევე არქიტექტურული ძეგლებია, ციხესიმაგრები და ასე შემდეგ. ეს არის შესანიშნავი ნამუშევარის ჩვენი იდეოლოგიური იარაღია აფხაზეთის დასაბრუნებლად და აფხაზეთში ჩვენს დასაბრუნებლად. დიდი მუშაობა აქვს გაწეული ამ ავტორებს, მაგრამ მაინც სურვილი გიჩნდება უფრო და უფრო მეტი. ავტორებმა ეს სიღრმეები, მეტი და მეტი სიღრმეები ესე იგი გამოიკლიონ ჩვენი ისტორიისათვის და მათი დამსახურებაც იქნება ეს უკვე რახან დაიწყეს ეს რახან ფაქტურად კოლოსალური შრომა გაწიეს. აქ გამოითქვა მთელი რიგი რეკომენდაციები, რომ ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს კიდევ. ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ ახლა უკვე დღეს შექმნილი რუკის გამოქვეყნება, იმიტომ რომ იქ ენგურს გაღმაც მიდის ამაზე მუშაობა, იქ დადეს რაღაც 1500-ზე მეტი ვითომ კულტურული ძეგლი, თავისი ლენინის ძეგლის ჩათვლით და რაღაცეები. ეს ჩვენ გოვალდებული უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს. აქ არის პატარ-პატარა შენიშვნები, იქ ძეგლების დათარიღებასთან დაკავშირებით, მე ესა თუ ის ძეგლი რამდენად სწორად არის შეტანილი, ზოგიერთი შეიძლება გამორჩენილიც იყოს. ამიტომ ჩვენ ახლა მოვილაპარაკეთ, რომ აი ეს სია ძეგლებისა, რაც მათ შედგენილი აქვს, დაეგზავნება ყველა სპეციალისტს და სადღაც ერთ-ორ კვირაში ალბათ მაქსიმუმ იქნება წინადადებები, იქნება რეკომენდაციები და ამის გათვალისწინებით ეს დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს. ავტორების განმარტებით მსგავსი თანამშრომლობის შედეგად შედგენილი აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკა წარმოაჩენს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ზუსტ სურათს და სამომავლოდ იქ არსებული ძეგლების მოძიებას გაამარტივებს. დაბეჭდვის წინა ეტაპზე საჭირო ჩავთვალოთ გაგვიარა კიდევ ერთხელ კონსულტაცია, რათა ამ რუკის მნიშვნელობიდან გამომდინარე მაქსიმალურად სრულყოფილად და სავსე ყოფილიყო ეს რუკა ინფორმაციით და არ ყოფილიყო გარკვეული შემდგომში შენიშვნების მიზეზი. ჩვენ გვაქვს გეგმაში რუკის სხვა ენაზე, ინგლისურ ენაზე ვერსიაზე მუშაობისა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელიც მოვისმინეთ. ეს შეეხება ტოპონიმიკას, შეეხება გარკვეულ ჩამონათვალში თარიღების დაზუსტებას, იყო ისეთი ტაძრების დასახელდა, რომელიც გამოუჩა და სწორედ ის მიზანი რა მიზანსაც ემსახურებოდა შეხვედრა მიღწეული იქნა ჩვენთვის ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხებს, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ ამის ანალიზს და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ავსახოთ ყველა ის შენიშვნა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ.